დედაქალაქის ცენტრალურ უბნებსა და მის შემოგარენში გამწვანების სეზონური ღონისძიებები გრძელდება. დღეს თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე 2500 ხემცენარე დაირგო. აქციაში დედაქალაქის მერი დავით ნარმანია აეკომისა და მისი მეგობარი კომპანიების წარმომადგენლებთან ერთად ჩაერთო. კომპანია აეკომმა თავის პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად შემოგთავაზა, რომ ჩაერთოს აქტიურად გამწვანების ღონისძიებებში. სწორედ ამიტომაც დღეს მათთან ერთად 2500-ზე მეტი ნერგი ირგვება. მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენთან ერთად ჩართულია კერძო სექტორი და ერთობლივი უზრუნვით და ერთობლივი ძალისხმევით შევძლებთ იმას, რომ ქალაქში გქონდეს უკეთესი მდგომარეობა ეკოლოგიური თვალსაზრისით. დღეს აეკომის ინიციატივით ქალაქ თბილისის მერიის მხარდაჭერითა და ოციადე კომპანიის გვერდში თანადგომით დაირღვევა 2500 ხე. ეს აქცია არ არის ერთჯერადი და მომავალშიც გაგრძელდება. ჩვენ ხვალიდან უკვე ვიკრიბებით კომიტეტებში, დავსახავთ სამოქმედო გეგმას, ჩვენი მხარდაჭერა იქნება მაქსიმალური, საკანონმდებლო დონეზე, ორი მიმართულებით უნდა გავაუმჯობესოთ მდგომარეობა. ეს არის როგორც მოვსპოთ დაბინძურების წყაროები, უგულისხმობ ჰაერს, ასევე შექმნათ ახალი წყაროები ჟანგბადის. რა თქმა უნდა, ენერგიების დარგვა ეს არის ერთ-ერთი ჟანგბადის სერიოზული წყარო.